მოგესალმებით რადიო ემედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ამჯერად სტუმართან ერთად გამოვეხმაურებით კონკურსს სახელწოდებით განათლება მწვანე მომავლისთვის პრინციპში დასახელებაც ბევრ რამეს ამბობს ჩვენ ამ თემაზე რადიო ემედის სტუდიაში პირველად ვსაუბრობ და ამჯერად საკითხზე განსახილველად ამ საკითხისა და სასაუბროდ რადიო ემედის სტუდიაში ჩვენ მასპინძლობთ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის სპეციალისტ ქალბატონ ნანა დვალს. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენც მოგესალმებით ქალბატონ ნანა, მადლობა სტუმრობისთვის. კონკურსი, რომელიც უკვე რამდენი წელი არსებობს 2018-დან, ხო? მოყოლებული ამ წლების განმავლობაში მისმა მნიშვნელობამ და ღირებულებამ ალბათ გაამყარა ის მდგომარეობა, რომ კონკურსი ისევ გრძელდება და ნელ-ნელა იშლება კიდევაც შემადგენლობის ნაწილში და პროგრესირებს, ასე ვთქვათ. რადგან მოთხოვნა და ინტერესი არსებობს, ესეც ალბათ ამის შედეგია, ამაზე ვისაუბრებთ გასულ წლებზე და ამ ხრივ არსებულ გამოცდილებაზე, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 მარტს დასრულდა. რაღაც 6 დღეა გასული და პირველ რიგში სანამ გავშლით თემას საინტერესოა თუნდაც გასულ წელთან შედარებით რამდენად მაღალი იყო მოთხოვნა, როგორია აქტივობა როგორი იყო და რაოდენობრივი თვალსაზრისით რა მაჩვენებელი გვაქვს ამჯერად. მოგახსენებთ, შემოკარგებო, პირველ რიგში მადლობა, რომ ინტერესდებით ასეთი აქტუალური და მეტად საჭირო თემებით. თქვენ სწორად აღნიშნეთ აბსოლუტურად, რომ განათლება მწვანე მომავლისთვის და თვითონ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობა მიუთითებს იმაზე, რომ რამდენად საჭიროა და აქტუალურია ეს თემები და გეტყვით, რომ ეხლა უკვე კონკურსი საბუთების მიღება დასრულებულია, 20 მარტის ჩათვლით იყო საბუთების მიღება. საკმაოდ დიდია კონკურსი, მინდა გითხრათ, 150 განცხადებაა შემოსული და გეტყვით, რომ ეს არის კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსებისთვის, პრაქტიკოსებში ვგულისხმობ მეთოდისტებს და აღზრდელებს საბავშვო ბაღების და სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით. ცოტა შორიდან რო დავიწყო, ალბათ უკეთესია და კონკურსის არსზეც ვისაუბროთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გარემოს დაცვის სფეროში უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის მწვანე ჯილდოს გაგრძელება და ძირითადი თემა არის გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების დანერგვა, რომელსაც ცენტრი ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით და ის სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ 2016 წელს შეიქმნა სახელმძღვანელო სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება, რომელიც 2017 წლიდან დაინერგა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგ მას დაემატა კლიმატის ცვლილების სახელმძღვანელო და დღეს უკვე მართლა ძალიან დიდი კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადებულია 4000-მდე საბავშვო ბაღის აღზრდელი და მერწმუნეთ შემოკარგებო, მე მაქვს თვითონ პირადად ჩემს კოლეგებთან ერთად მოვლილი მთელი საქართველო ამ ტრენინგებით და ისეთ შედეგებზე არიან ეს პატარა ბავშვები გასულები, რომ როდესაც მონიტორინგი ქონდა ჩვენ და შეხვედრა ქონდა ამ აღზრდებლებთან, აღზრდელები გვეუბნებიან, რომ ეს პატარა ბავშვები უკვე მშობლებს უთითებენ, შენიშვნას აძლევენ, რომ ნამწვავი არ დააგდონ, ონკანი დაკეტონ, გაუფრთხილდნენ გარემოს, არ დააბინძურონ და ასე შემდეგ. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2022 წელს უკვე შეიქმნა გარემოს დაცვითი და აგრარული სახელმძღვანელოები, რომელსაც გარემოს დაცვის თემებს დაემატა აგრარული თემები, მიწის მართვა, უდაბნოებასთან ბრძოლა და კიდე სხვა მრავალი აგრარული თემა, ეს არის 8 სახელმძღვანელო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა ეს ტრენინგები და სწორედ ამ პროცესში მონაწილე პრაქტიკოსებისთვის და პედაგოგებისთვის დაწესდა ეს კონკურსი. და მინდა გითხრათ, რომ ყველა მონაწილე ძალიან დიდი სიამოვნებით იხსენებს, როცა ჩვენ გვაქვს მერე მათთან შემდგომი შეხვედრები
ძალიან კარგად იხსენებენ ამ დღეს, ძალიან კარგად ახსოვთ, ძალიან ბედნიერები არიან, რომ მათ მიეცათ საშუალება აი ამ თავიანთი შრომის წარმოჩენის, თავიანთი მიერ გატარებული აქტივობების წარმოჩენის, თუნდაც აი ამ დაგროვილი გამოცდილების გაზიარების და აქედან გამომდინარე კონკურსში მონაწილეთა სურვილიც ძალიან დიდია. გაბატონო, ჩვენ ვიცით რომ თავდაპირველად იყო სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისთვის, ან პრაქტიკოსებისთვის ეს და შემდეგ დაემატა დაწყებითი. პრინციპში აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია. არ თავდება გარემოზე საუბარი პრაქტიკულ დონეზე და მაღალი ცოდნით აღჭურვილი მასწავლებლის მხრიდან სკოლამდელ სივრცეში, ბაღში და შემდეგ ეს გრძელდება დაწყებით კლასში. და ეს ორი სარჩული, ასე ვთქვათ, მოსწავლეში თუ ახალგაზრდაში არის. ვფიქრობ, რომ ჩვენ იმდენად სხვა ტიპის სივრციდან მოვდივართ გარემოსთან დამოკიდებულებაში, თუნდაც საბჭოთა კავშირის ეპოქა, საბჭოთა კავშირი ეს არ იყო, როდესაც გარემოზე, ვთქვათ, არ ზრუნავდნენ და ტყეებს, ტყეების განვითარება არ იყო და ასე შემდეგ, მწვანე პარკების და შემდეგ, თუმცა იმ ეპოქაში ალბათ ზოგადად გარემოსა და გრადობის თვალსაზრისით ცნობიერება ნაკლებად იყო და ზოგადად ასეთი გამოწვევების წინაშე არ ვიყავით გლობალური ცვლილებები კლიმატისა, რაღაც აბსტრაქტული მცნება იყო და დღევანდელობამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. თუმცა ძველი თაობის ეს კულტურული დამოკიდებულება უფროსებისა, რომელთა შვილებზეც და შვილიშვილებზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო? მათი კულტურული დამოკიდებულება სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გვაქვს ეს სამწუხარო საუბედურო რეალობა, როდესაც შემოიფარგლება ნაგვის არასწორ ადგილას დაყრაში, ნაგავი შეგნებულად გადავდივარ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დამოკიდებულება სადაც არის, სანამ არის რომ ეს ნარჩენი არის ნაგავი, ჩვენ ვიცით რომ ნარჩენების თემა გვაქვს ახლა ახალი კონცეფცია, მაგრამ ნარჩენი ჯერ ისევ ნაგავია ძალიან ბევრისთვის, ასე ვთქვა და სანამ ეს ნაგვად რჩება, დამოკიდებულებაც რაღაცა არასწორია. იგივე ბუნკერებთან მიმართებაში და შემდეგ ნარჩენების თემა ვიცით რომ საერთოდ თალკე კონცეფცია და აქ ჩვენ სახელმწიფო სტრატეგია გვაქვს და რაღაც საფეხურები გაგვაჩნია და ამ ხრივ ვალდებულებები გვაქვს და კარგია ეს ვალდებულებები რომ გაგვაჩნია და ამ ხრივ წინ მივიწევთ, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ არის დამოკიდებულება ნაგავთან მიმართებაში, ნარჩენებთან მიმართებაში და ზოგადად არ ვიცი რა დავარქვა, როცა იგივე თამბაქოს ნამს ქუჩაში აგდებენ და ეს სტანდარტია. ეს არის აბსოლუტურად ნორმა და სტანდარტი, რომ მანქანიდან გადაგდება ან სადაც არ უნდა იდგე ნაგვის urna 10 მეტრით რო იდგეს მაინც მიწაზე დაგდება დატოება სტანდარტია. მე უტრირებულად საუბრობ ახლა ამ პრობლემებზე, მაგრამ ეს არიან ის ადამიანები, რომელთა შვილები და შვილიშვილები უნდა იქცნენ იმ პიროვნებებად, ვინც მათ მიუთითებენ, იმიტომ რომ ახლა გვიწევს ასე დავიწყოთ. პირიქით უნდა ყოფილიყო იდეაში, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. მე კითხვა საით მიმყავს, რომ აბსოლუტურად სწორია ეს ბმა, რომ სკოლამდელი მასწავლებლებისთვის იყო და შემდეგ დაწყებითი კლასებისთვის, იმედი მაქვს მე ეს გაგრძელდება შემდეგ კლასებშიც, ხო, მაგრამ აი ისინი ვინც მონაწილეობდნენ ამ კონკურსში 2018 წლიდან მოყოლებული თქვა ერთხელ მიიღეს მონაწილეობა, თქვა გაიმარჯვა, ვერ გაიმარჯვა, მათ აქვს თუ არა შემდეგ ეტაპზე, შემდეგ წელიწადს გამართულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ეს ერთი და ამდენი წელი რო გრძელდება ის მასწავლებლები, ვინც ამასთან შეხებაში იყვნენ და ერთხელ რომ მიიღეს მონაწილეობა და მე ეს ამბავი გავრცელდა, რამდენად რჩება ინტერესი მათი მხრიდან რომ კონკურსში მონაწილეობდნენ. თუ არის ეს კონკურსი ერთგვარი რაღაცა ტრენინგ სივრცე იმ თვალსაზრისით, რომ თავისი ცოდნა აქაც გამოავლინო და თამას ააწიონ. არა, ჩემო კარგო, ეს არ არის მარტო ტრენინგს. რა თქმა უნდა, ძირითადი მიზანი არის მათი დატრენინგება და ნუ აი ამ თემების და აი ამ სახელმძღვანელოების დანერგვა. მაგრამ იცი რა, მათ ტრენინგი არა, ალბათ საასპარეზო სივრცე, სადაც თავიანთ ცოდნის დემონსტრირებას მოახდენენ. იცით, აი ამ კონკურსით ექნებათ ძალიან დიდი мотиваცია და უჩნდებათ სურვილი. ძალიან ხშირია ხა მე პირველი კომისიის წევრიც ვარ, ხოლმე ამ კომისიაზეც ვისაუბრებ ძალიან მოკლედ. და როდესაც გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ აი მე შარშანდელი მონაწილე ვარ, თქვა წინა წლების მონაწილე ვარ და როგორ არიცი ათეული ვლინდება კონკურსში და
თუ პირველი და მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულია, ბუნებრივია, ახლა მას უკვე აღარც აქვს мотиваცია და რაც არ უნდა სურვილი ქონდეს, ჩვენ მაინც არ ვუშვებთ, რომ კონკურსში განმეორებით მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ თუ ათეულში ვერ მოხვდა მისი პირველადი განაცხადი, ხო? მაშინ მომავალ წელსაც, აი წელს მაგალითად ყავს ახლა შარშანდელი მონაწილე, რომელიც არ მინდა ხა გვარის არ არის საჭირო მაინც კონკურსიდან გამომდინარე, რომელსაც შარშან ქონდა საკმაოდ კარგი აქტივობები, მაგრამ ათეულში მოხვდა, მაგრამ საპრიზო ადგილებზე ვერ მოხვდა და წელს განმეორებით მონაწილეობს, სურვილი აქვს უკვე რომ საპრიზო ადგილზე გავიდეს. ასე რომ ინტერესი ძალიან დიდია. ლოგიკა გასაგებია. როგორც ვიცით, პირველი ეტაპი, ანუ ამ კონკურსის განაცხადების მიღებისა დასრულებულია და ახლა უნდა შეირჩეს ამ განაცხადების მიხედვით კომისია რა კრიტერიუმით არჩევს და მოგახსენებთ რამდენად დიდია რაოდენობა შესარჩევი. აი ხო გეუბნებით 150 განცხადება უკვე შემოსული, უკვე კი არა, დამთავრდა უკვე და 150 განცხადება შემოსული და კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად. ეხლა უკვე ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილია პირველი ეტაპის კომისია. ეს კომისია დაკომპლექტებულია ჩვენი გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის სპეციალისტებით, თანამშრომლებით და მიმდინარეობს შემოსული განაცხადების განხილვა და გადარჩევა და გვაქვს კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, აქტივობებისადმი კრეატიული მიდგომა, ვიცით რა, უპირატესობა არა, მაგრამ ერთგვარად ჩვენ გვსიამოვნებს, როდესაც ჩვენი სახელმძღვანელოებიდან არის ეს აქტივობები გატარებული, მაგრამ არ არის მონაწილე შეზღუდული, მას შეუძლია სხვა წყაროებიდან ვთქვათ, მოიძიოს და ისე ჩაატაროს ეს აქტივობები. შეიძლება საავტორო მეთოდი ქონდეს რაღაცა, ვთქვათ, მას თვითონ და თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი სახელმძღვანელო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სკოლამდელი გარემოსდაცვით განათლება ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოა და იგი განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით არის შექმნილი და აქ არის ძალიან ბევრი აქტივობა, აქ არის ტერმინთა განმარტებები, აქ არის აი ბავშვისთვის ძალიან ადვილად აღსაქმელ ენაზე და თემატიკაზე არის ნახატები, გასაფერადებლები, ლექსები შესაბამის თემატიკაზე, სიმღერები და აი მაგალითად არის სამი თემაა სულ ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა და წყალი და ენერგია და მაგალითად გაწერილია საათების მიხედვითაც კი გაწერილია ეს მიმდინარეობა აქტივობების. ანუ იდეაში კონკურსი არის აქტივობების უფრო ეფექტიანად წარმოჩენა. რა თქმა უნდა, მე ხა ბევრი რამე მინდა ინფორმაციის თვალსაზრისით მოგაწოდოთ და ამიტომ ცოტა ისე ერთი თემიდან მეორეზე გადავდივარ. საერთო ჯამში ერთი. ხო და აი ეს შევსებული განაცხადი, რომლებიც წარმოადგენს მათ, ხო, აი ამ შევსებული განაცხადების განხილვა მიდის. ამ განაცხადებს ახლავს თან 10 წუთიანი ვიდეოებიც და ფოტომასალაც აი ამ აქტივობების სამსახველი და აი ჩვენ უკვე შეუდექით ამ განაცხადების განხილვას და უკვე პირველ ეტაპს რომელი კონკურსანტიც გაივლის, ის უკვე წარდგება მეორე ეტაპის კომისიის წინაშე და აი მეორე ეტაპამდე სანამ გადავალთ, ეს ვიდეო რა ვიდეო აქვს, რომელიც მათ კლასში გადაიღეს, როგორ ატარებდნენ? კი, რა თქმა უნდა, აი როგორ აქტივობა, როგორ ჩაატარეს, ხო, ეს აქტივობა, მაგალითად, გამწვანების აქცია ქონდათ, ხო, ბავშვები ხეებს რგავენ, ვთქვათ, ან რწყავენ, ან როგორ აუხსნა, რამდენად ეფექტიანი იყო ეს მისი ბატონო, ან არჩენების დასუფთავების აქცია ქონდათ, მაგალითად, კლიმატის ცვლილებაზე, ზაზა, იცი რა, ეს იმდენად ესეთი, აი, რაღაცა ფართო თემებია და იმდენი საშუალება აქვს, რომ აი გაშალო ეს თემები. ინსპირაცია შეიძლება გამოდგეს თუნდაც თქვენი ლიტერატურა როგორც აღნიშნეთ, ან ზოგადი, მაგრამ თავარია აქ ინოვაციური მიდგომების და მე იცით რა, ამ სახელმძღვანელოს ახლავს აქტივობების კრებულის და ახლავს თამაშობები, ახლავს ეკოკალენდარი და
გვაქვს კიდევ დაბეჭდილი სერტიფიკატები, პატარა სერტიფიკატები და აი მაგალითად წყლის და ენერგიის თემაზე ჩატარდა ვთქვათ ეს აქტივობა და აღზრდელს შეუძლია გამოავლინოს საუკეთესო წყლის დამზოგველი და აძლევს ამ სერტიფიკატს. ეხლა წარმოიდგინეთ იმ პატარა ბავშვისთვის ეს როგორი мотиваციაა, ხო? და აი ესეთი აქტივობების, რასაც ისინი ატარებენ, ეს არის აღბეჭდილი, რა თქმა უნდა, ფოტოებზე, ვიდეოებზე და ეს ვიდეო დაბრუნდება ბავშვი უაზროდ მოშებულ ონკანს დაკეტავს. კეტავს, რა თქმა უნდა, კი არა შენიშნასაც აძლევს მეზობელს თურმე ეზოში გადადის და ეუბნება დაკეტე ონკანი. ეს უკვე შედეგია. დაბატონო, მეორე ეტაპი როგორია? მეორე ეტაპზე უკვე ერთვებიან სხვა სტრუქტურებიდან, უკვე უფრო კომპეტენტური კომისია, ანუ აქ რა თქმა უნდა ყავს განათლების და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, კერძოდ პედაგოგთა პროფესიული დახელოვნების სამსახურიდან ყავს ქალაქის მერიაში არის ბაღების მართვის სააგენტო ყავს იქიდან აქ ერთვება ზოოლოგიური პარკი წარმომადგენელი ერთვება ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელი ყავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოკლედ აი პირველ ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტებს უწევთ ასეთი კომპეტენტური კომისიის წინაშე უკვე პრეზენტაციების წარდგენა და აი ამ მონაწილეებისგან ხდება გამარჯვებული ათეულის შერჩევა და შემდეგ ამ ათეულიდან ვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილე. ახლა თქვენ ისეთი მიმართულების წარმომადგენლები ჩამოთვალეთ, რომ მათი სახით გარკვეული ფილტრების გავლა არც ისე მარტივია და ეს ათეულიც უკვე კარგი დონისა იქნება და რა თქმა უნდა ლოგიკურად რო გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი თუნდაც ათეული, არაფერი ვთქვათ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე, თუნდაც ათეულში მოხვედრილი ნამუშევრები და ინიციატივები პედაგოგებისა, შემდეგ უკვე მათი პრაქტიკაში დანერგვის ან გამოყენების რა მექანიზმები რა არის გაზიარების საშუალება, რასაკვირველია ჩვენ თუ ითხოვენ აღზრდელები და მეთოდისტები ამ პრეზენტაციებს ვუზიარებთ ამ პრეზენტაციებს. თუ გაიმარჯვა, ესე იგი რაღაც შეიძლება ახალი იყოს რასაკვირველია. სინერგია მოახდინო და კი არა, ამ კონკურსის მიზანიც ეს არის, мотиваციის ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაც, ასე რომ შეზღუდულები არ არიან, შეუძლიათ მათი კოლეგების პრეზენტაციებიც იხილონ, იქიდან თქვათ რამე ისწავლონ, გადაიღონ, ასე რომ და რადგან ამდენი წელი ერთი და იგივე კონკურსია თემა გარემოს დაცვით ეგასაგებია იქნება ხან წყალი იყოს და ხან ტყე, ძალკე ან ნარჩენები არ ვიცი. აქედან გამომდინარე ნებისმიერი თემა აგრარული და გარემოს დაცვითი მიმართულებით. ერთია, ასე ვთქვათ, თემა გარემოს დაცვა, ხო? აქედან გამომდინარე ხომ არ არის ისეთი მდგომარეობა უკვე, რომ ინიციატივები ან აქტივობები ერთფეროვანია და დიდად ვერ განსხვავდება წინამორბედისგან თუ არა, იცით რა, აი ისეთი კრეატიული მიდგომებია, რომ გაგიკვირდებათ. მაგალითად, აი შარშანდელი გამარჯვებული ყავდა ჩვენ ყვარლის მუნიციპალიტეტიდან სკოლის პედაგოგი. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყვარელში მოიყვანეს ხა არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ძალიან უცხო ჯიშის ჩაი და გააშენეს პლანტაციები. სკოლაში ეკო-კლუბის ბავშვებმა, ეკო-კლუბის მონაწილეები, აი გაოგნებული ვიყავით ყველა წევრი კომისიის და რა ქნეს მე იცით ხო მოიყვანეს ეს დააფასოეს, რაღაცა თავის ხელით ჩეკერეს რაღაც ჩანთები, პატარა ჩანთები და ისინი გაიტანეს და გაყიდეს რეალიზაცია მოახდინეს იმისი და მე კახური ჩაი თქვენ წარმოიდგინეთ და იმითი მე ეკო-კლუბისთვის რაღაც აღჭურვილობა შეიძინეს. ნუ აი ხო წარმოგიდგენიათ. სრული ციკლი დატრიალდა. სრული ციკლი განვითარდა მთელი აგრარული თემაც ჩაიდო, რაღაც სამრეწველო თემაც, ეკონომიკაც და მარკეტინგიც და ყველა. ბავშვებმაც და ასეთი ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, იცით? ეხა კიდე აი ნუ ხა ძირითადად გამწვანების და ნარჩენების თემები იყო ხოლმე ადრე პირველ კონკურსებზე რა პირველ წლებში, მაგრამ ეხა კლიმატის ცვლილებას დაემატა და ნუ ძალიან საინტერესოდ გაიშალა ეს თემაც, ეს კლიმატის ცვლილებას და რა მინდა კიდე იცით კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აქ ყველა მუნიციპალიტეტიდან არიან მონაწილეები. არ არის მარტო თბილისი ვთქვა ჩართული. არა, ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აბსოლუტურად. ეხა მაგალითად მარნეულიდან ყავს მონაწილე, შესანიშნავად საუბრობს ქართულად. და ისეთი კარგი აქტივობები აქვს, რომ აი მართლა გასაოცარია და მართლა საოცრად კმაყოფილები ვართ ჩვენ თვითონ და
70 გამარჯვებული ყავს ზაზა ამ წლების განმავლობაში. ჯამში 70 გამარჯვებული. უახლოვდებით ჩვენი საერთო დროის ამოწურვას და რომ მოვასწროთ, გავიგეთ რომ 20 მარტს განაცხადების მიღება დასრულდა, 150 მონაწილე ყავთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტერესს თემასთან მიმართებაში. უნდა გაიაროს ორი ეტაპი, ახლა ამ განაცხადებმა პირველადი შერჩევა და შემდეგ საბოლოო გამარჯვებულებს როდისთვის გამოავლენ, ანუ რა დრო ჭირდება ამ ეტაპებს. იცით რა, სადღაც ახლა აპრილის შუა რიცხვებში უკვე შეიქმნება მეორე კომისია. შევატყობინებთ რა თქმა უნდა მონაწილეებს ამ კომისიის თარიღსაც, ვინც გადავიდა, ყველას წარმატებას უსურვებ რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც გადავიდა, მათაც შევატყობინებთ, რომ წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი კონკურსის, ვინც ვერ გადავა სამწუხაროდ, მათაც შევატყობინებთ, რომ ვერ მათ იცით რა, მე საშუალებაც აქვთ, რომ გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, რომ აი რატო მე მაგალითად ახლა ზაფხულში მთიან აჭარაში ვიყავი ამ კონკურსებით და მთელი აჭარის მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი მოვიცავი და იქ იყო ქალბატონი, რომელიც ძალიან გულდაწყვეტილი იყო და მითხრა, რომ იცით რა, მე ვერ გადავედიო შარშანო და აი რატომ რა არ დააკმაყოფილაო ჩემმა პრეზენტაციამო და ნახე მე ეს პრეზენტაცია და ავუხსენი რომ ნაკლებად მრავალფეროვანი იყო, ერთი თემა ქონდა მოცული მარტო, ის ერთი თემა კარგად ქონდა, მაგრამ აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იცი? შეიძლება გაშალო ერთი თემა და კარგად ქონდეს, მაგრამ არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი თემა რომ მოიცვა. ძალიან კარგია, სასურველია, რომ რამოდენიმე თემა გქონდეს, თქვათ, გაშლილი, იმიტომ რომ კონკურსია და სხვა მონაწილეს უფრო მრავალფეროვნად აქვს, უფრო მრავალი თემა გაშლილი და აქედან გამომდინარე და ის ქალბატონი წელსაც მონაწილეობს ამ კონკურსში, რომ იცით რა, აი რაღაც დამოკიდებულებაა ძალიან თბილი და დადებითი ამ კონკურსის მიმართ, როგორც მონაწილეების მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან და ეს მართლა ზეიმია, იცით, მათთვის და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მადლობა სტუმრობისთვის, გიერთებით სურვილში და წარმატებებს უსურვებ ყველა მონაწილეს და ჩემი აზრით ის რომ დაწყებითი საფეხურებისთვის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელით სახელმძღვანელო შეიქმნა, შემდეგ ამას დაემატა კიდე ხო სხვა სახელმძღვანელო დამხმარე სახელმძღვანელოები ხო, თუნდაც იგივე გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ეს ყველაფერი ალბათ არის ბაზისი იმ მოცემულობის რაც ახლა ჩვენ კონკურსის სახით გვაქვს და რაზეც დღეს ვისაუბრეთ და ფიქრობ გარემოსდაცვის მიმართულებით ცნობიერების გლობალური ამაღლებისთვის და არა ლოკალური და წერტილოვანი ეს აბსოლუტურად სწორი რამაა, მით უმეტეს რომ ეს რეალობა გვაქვს, ამ თაობას მოუწევს უკვე ისევ კლიმატის ცვლილების პერიოდში, ან უკვე შეცვლილ კლიმატში ცხოვრება და ანუ მეტად ეხლებათ გააზრებული და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის ასაკია, რომელსაც უყალიბდება გარემოსადმი დამოკიდებულების კულტურა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი საზოგადოებისთვის გარკვეულწილად დაკარგულია და აბსოლუტურად სწორია და მეორე მხრივ ის რომ ამდენი ხანი ატარებთ კონკურსს ალბათ ეს უნდა გააგრძელოთ კიდევაც, იმიტომ რომ არის სახელმძღვანელოები და საგნები სკოლებში, რომელიც ერთხელ შეიქმნა და სტატიურია ერთგვარად და მიყვებიან ამას და იქ უკვე მასწავლებელს შეუძლია ან გამოიჩინოს ინიციატივა და განაახლოს ან გაახალისოს, ან მიყვეს უბრალოდ როგორც არის ჩარჩო კლასიკას და არაფერს ამით არ არღვევს და ეს კონკურსი კიდე მეორეს მხრივ ალბათ იძულებულს ხდის კარგი გაგებით პედაგოგებს რომ სიახლე ეძებონ და მუდმივად ცოცხალი პროცესი იქნება და ეს ალბათ გარანტია იქნება იმისა რომ ბაღში იქნება ბავშვი თუ დაწყებით კლასებში სკოლაში ის ამ საგნანს ენთუზიაზმით მოეკიდება და ეს არ იქნება დუნე რუტინული ან ვალის მოსახდელი ერთ-ერთი გაკვეთილი ალბათ იცი რა აბსოლუტურად გეთანხმები ერთი რამე მინდა აღვნიშნო რომ გარემოს დაცვა საოცრად დიდი ფუფუნებაა ძალიან დიდ მატერიალურ რესურსს მოითხოვს და აი ეს ქვეყნები რომლებაც თქვათ იმ დონეს მიაღწიეს აი ევროპის ქვეყნებზე რომ საუბრობთ რა დონესაც მიაღწიეს ისინი ფონს სწორედ აი ამ გარემოს დაცვითი განათლებით გავიდნენ და აი ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით
მიაღწიეს ყველაფერი ამას და კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ ეს ეტაპი ჩვენი გარემოს დაცვითი განათლების პროგრამა გრძელდება და გადავედით უკვე საშუალო საფეხურზე. გამოვეცით უკვე დაბეჭდილია 16 არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო რომლის ტრენინგებიც უკვე ამ ალბათ სადღაც აპრილის თვიდან დაიწყება, ამაში უკვე ჩაერთვებიან საშუალო კლასების პედაგოგები და მუდმივად ჩატარდება ეს ტრენინგებიც და მე დარწმუნებული ვარ რომ დაინტერესება საფეხურები ზრდა გრძელდება და გაგრძელდება კიდევაც ჩვენ მერე სხვა სამიზნე ჯგუფებსაც მოვიცავთ ანუ თემაც გაიშლება თქვენ მართალი აღნიშნეთ რომ გარემოს დაცვა არ არის იაფი სიამოვნება ასე მატერიალური თვალსაზრისით მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ფინანსური შესაძლებლობა გქონდეს თუ ცნობიერება დაბალი იმას ვერ გამოიყენებ ეფექტიანად და მაინც შედეგზე ვერ გახვალ ამიტომ სანამ დოლდას გავზდით და კიდევ უფრო მეტად დავაგროვებთ შემეცნება ავიმაღლოთ ცნობიერებით გამდიდრდეთ მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ სმენელ შევახსენებ რომ ჩვენ სტუდიაში გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის სპეციალისტ ქალბატონ ნანა დვოსმასპის ლობდით და ვსაუბრობთ კონკურსზე რომლის განაცხადების მიღება დასრულდა და ეტაპები გრძელდება სახელწოდებით განათლება მწვანე მომავლისთვის ეს არის კონკურსი რომელიც ცნობიერების ამაღლებისთვის მომავალი თაობის მიდგომების კუთხით გარემოს დაცვის ღირებულების მხრივ იმ კულტურის ჩამოყალიბების მხრივ რაც ასე მნიშვნელოვანია გარემოსთან სწორი დამოკიდებულებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ სტუმართან ჩვენი დიალოგი რადიო იმედის Facebook გვერდზე აქტივდება